ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიქსი. მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. ირმა ებრალიძესთან ერთად. ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეებით ეთერში ეკონომიქსის სტუდიაში ირმა ებრალიძე მუშაობს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ამ წუთებში სასტუმრო რედისონში შიდა აუდიტის საკითხებზე მსჯელობენ სამდღიან საერთაშორისო კონფერენციას 22 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. ღონისძიება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით იმართება და მისი მიზანია შიდა აუდიტის სფეროში არსებული რისკებისა და ხარისხის კონტროლის მექანიზმების დადგენა. პემპალის ფარგლებში საქართველოში შიდა აუდიტის რეფორმა მიმდინარეობს და ის 2014 წელს დასრულდება. სოფლის მეურნეობის მინისტრი დღეს ჟურნალისტებს შეხვდება. პროექტის საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის ფარგლებში დავით კირვალიძე სამინისტროს მუშაობის შედეგებს შეაჯამებს. სოფლის მეურნეობის მინისტრი სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრებს და ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხებს. რუსეთმა შესაძლოა თურქეთიდან საქართველოს გავლით ბოსნეულისა და ხილის შეტანა დაიწყოს. ამ გზით რუსულ ბაზარზე წელიწადში სავარაუდოდ 160,000 ტონა თურქული სოფლის მეურნეობის პროდუქცია შევარია. ნოვოსტის ინფორმაციით შესაბამისი წინადადებით როსელხოდნაძორის ხელმძღვანელი სერგეი დანკვეტისა და თურქეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ბიულეთ ეჯევითის შეხვედრის ფარგლებში თურქული მხარე გამოვიდა. მოლაპარაკების ძირითადი თემა იყო თურქეთიდან მცენარეული წარმოშობის პროდუქციის რუსეთში გატანა საქართველოს ტერიტორიის, კერძოდ ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით. ეკონომიქსი, რადიო იმედიც პირდაპირ ეთერში. განვაგრძოთ გადაცემას. საქართველოში არბიტრთა ასოციაცია იქმნება. პრეზენტაცია დღეს რამდენიმე წუთში გაიმართება, თუმცა მანამდე ჩვენ საშუალება გვაქვს გავესაუბროთ ასოციაციის ერთ-ერთ დამფუძნებელს ლაშა ნოდიას. ბატონო ლაშა, გამარჯობათ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ბატონო ლაშა, რატომ დადგა აუცილებლობა დღის წესრიგში იმისა, რომ შეიქმნას არბიტრთა ასოციაცია და რაც მთავარია, რა იქნება მიზანი? რაზე იმუშავებს ეს ასოციაცია? მოგესალმებით. არბიტრთა ასოციაციის ძირითადი მიზანი იქნება არბიტრაჟის როგორც თავის ალტერნატიული განხილვის ეფექტური მექანიზმის განვითარება საქართველოში და საქართველოს არბიტრთა თვითრეგულირების მექანიზმების ჩამოყალიბება. ასოციაცია მიზნად ისახავს, რომ მოახდინოს არბიტრაჟის როგორც თავის ალტერნატიული განხილვის მეთოდის პოპულარიზება, რაც გულისხმობს ბიზნეს სფეროს, სასწავლო-სამეცნიერო წრეების და ფართო საზოგადოების ინფორმირებას. ცოდნის გაღრმავებას საქართველოს საზღვარგარეთ ქვეყნებში საარბიტრაჟო ინსტიტუტების საქმიანობის ფორმებისა და საშუალებების შესახებ. თუმცა თუმცა დამეთანხმებით, რომ არბიტრაჟის ინსტიტუტი შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვის მაინც უცხოა, იმიტომ რომ ვერ მოიკიდა ფეხი ამ ინსტიტუტმა. მიმდინარეობს ახლა მსჯელობა, როგორ რანაირად, რა კუთხით უნდა მოხდეს არბიტრაჟის ინსტიტუტის უფრო მეტად გამტკიცება ქვეყანაში. ამ კუთხითაც ჩაერთვება თქვენი ასოციაცია? რა თქმა უნდა, ასოციაციის ძირითადი მიზანი იქნება, რომ მოახდინოს კარგი ხარისხიანი საარბიტრაჟო პროცესის განვითარება ქვეყანაში, რაც გულისხმობს იმას, რომ აუცილებელია არბიტრთა გარკვეული წრის შექმნა, ანუ არბიტრების აკრედიტაციის მექანიზმის ჩამოყალიბება, არბიტრთა თვითრეგულირების მექანიზმის ჩამოყალიბება, რათა არ მოხდეს ისე, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილების მიღებისას დაშვებული იყოს იმგვარი შესაძლებლობები, რაც ხდებოდა მანამ, ანუ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება ამ სფეროში და არაპროფესიონალიზმი. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არბიტრთა ასოციაცია შეძლებს ამ კუთხით გარკვეული წვლილი შეტანას. აუცილებელია ბიზნესები, რომ გადატანილი იქნეს არბიტრაჟი, ეს აუცილებელია სასამართლო რეფორმის ნაცვლად იქნეს ახმული და რაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობა გარკვეულ დახმარებას გაუწევს ამ სფეროს. ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი გავრცელებული ინფორმაციებით გახლავთ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ასოციაცია ასე თუ ისე დაკავშირებული იქნება მთავრობასთან, თუ ეს უბრალოდ დამფუძნებლის სტატუსით შემოვა ბატონი ვახტანგი და არ ჩაერევა დაუშვათ ასოციაციის მუშაობაში. ბატონი ვახტანგი წლების განმავლობაში წარმოადგენდა ერთ-ერთი ლიდერი საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრს. სამის გახდებოდა პარლამენტის წევრი, მას რამდენიმე საქმის განხილვაში საქმეღებული მონაწილეობა. ამავდროულად ჩვენ თანამშრომლობთ ქართული საკანონმდებლო ცვლილებების შეტანისათვის პარლამენტთან და ბატონ ვახტანგთან კონკრეტულად და ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ის გახდა ჩვენი ასოციაციის დამფუძნებელი წევრი. რა თქმა უნდა, ის მიიღებს მონაწილეობას ასოციაციის განვითარებაში როგორც დამფუძნებელი წევრი, როგორც ერთ-ერთი წევრი და არა როგორც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე. ანუ გამოცდილების გაზიარების კუთხით, მხოლოდ და მხოლოდ. და ასოციაციის წევრებს რაც შეეხება, ვინაც იქნებიან აქ ცნობილი ბიზნესმენები თუ როგორ განისაზღვრება? ასოციაციის წევრები, დამფუძნებელი წევრები დღეს არიან
წამყვანი საარბიტრაჟო ინსტიტუტების წარმომადგენლები, ცნობილი ადვოკატები, ბატონი ზვიად კორდაძე, გოჩესვანიძე და სხვა მრავალი ცნობილი ადვოკატი და არბიტრი ამავდროულად. და რა თქმა უნდა ასოციაციის გარები ღია არის ყველასათვის, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს, ან სურს რომ მიიღოს თავისი წვლილი ამ სფეროს განვითარებაში. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. შეგახსენებთ, რომ არბიტრთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლაშა ნოდია პასუხობდა ჩვენს კითხვებს, მაშინ ასე შეგახსენებთ, რომ საქართველოს არბიტრთა ასოციაციის პრეზენტაცია დღეს გაიმართება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მოსახლეობის საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე, დემოგრაფების სტატისტიკოსები და გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საუბარი მოსახლეობის აღწერის მეთოდოლოგიური, ინსტიტუციურ და საკანონმდებლო საკითხებს შეეხო, დაზუსტა აღწერასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები. და ბოლოს თბილისში საქართველოს-ჩინეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება, როგორც ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში აცხადებენ, ფორუმს 40-მდე ჩინური კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება, რომლებიც გაეცნობიან საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობებს. ფორუმი ხვალ 23 აპრილს სასტუმრო რედისონში გაიმართება. ამ დროში სულ ეს იყო ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეებით, უკვე განახლებული ინფორმაციებით. ეკონომიქსი რადიო იმედის ეთერს დაუბრუნდება 16 საათსა და 15 წუთზე. თქვენ კი დარჩეთ რადიო იმედის ტალღაზე. წინ მომრავი საინტერესო ინფორმაცია გელოდებათ. მე ტრადიციულად შემოსავლიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ. ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიქსი, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ირმა ებრალიძესთან ერთად.